საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე დებატების ეროვნული ჩემპიონატი იწყება. მასში საქართველოს მასშტაბით 800-ზე მეტი საჯარო სკოლის მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. ერთობლივი ინიციატივა პროექტის დებატები უკეთესი განათლების ფარგლებში გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. მისასალმებელია ის, რომ მოსწავლეები არიან ჩართული ამ პროექტში. ის სიახლეები, რაც არის, აქტუალური საკითხები, რაც არის, მათი მხრიდან დანახული და მათი მხრიდან უშუალოდ ამ დებატების პროცესში, ესე ვთქვათ, სხვადასხვა კუთხით შეხედვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი გარკვეულ საბაზო ცოდნას გადასცემს ჩვენს მოსწავლე ახალგაზრდობას, ხოლო ამის შემდგომ შედგება დებატები, რა, ესე ვთქვათ, როგორ უნდა განვითარდეს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიების შემდგომი განვითარება ქვეყანაში. ჩვენ ვიწყებთ ახლა სამზადის იმისათვის, რომ თითოეულმა კლუბმა შეძლოს კარგად გაეცნოს ამის შესახებ იმ ინფორმაციას, რაც არის მიწოდებული, დაიმართოს შეჯიბრებები და საჯარო დებატები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და შემდეგ უკვე მოვახდინოთ გამარჯვებულის გამოვლენა.